გამარჯობათ გრეპლინგის მოყვარულებო, დღეს როგორ გიკითხოთ ყველა? მზად ვართ! არ ხართ მზად თუ რა ხდება? აპლოდისმენტებით მანიშნეთ! ნახშობელები და მტკივრეულებისთვის თუ მზად ვართ! მაშასე მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას, ვის დღეს ჩვენთან ერთად ატარებთ დღევანდელ საბმიშენების ზეიმს. დღეს გელით გუნდური შეჯიბრი კვინტეტი, სადაც თიმ გიმნაზია, თიმ Lock and Choke Internationals დაეტაკებია და სამი სუპერ ფაითი, სადაც თაზო ბოჭორიშვილი ნიკა მუშკუდიანს შეხვდება, გიორგი გოგუჭური ნიკა ვეკუას და ამ ყველაფერს დააგვირგვინებს საბა სოზაშვილის და გიორგი ფოლადიშვილის შერკინება. აბა კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით მანიშნეთ მზად თუ არ დღევანდელ საქმესთვის. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც აქ ხართ. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ონლაინ გვიყურებთ ჩვენს პლატფორმაზე GAMA-FC.TV. აუცილებლად დაწერეთ ჩატში თქვენი აზრი და თქვენი პროგნოზები, აბა ვინ მოიგებს წინასწარ ჩამოყარეთ. მაშასე, სანამ გუნდების წარგენას დავიწყებდე, მე მინდა წარვადგინო ჩვენი დღევანდელი მსაჯთა კოლეგია. რეფერი რინგზე შოთა აკულაშვილი. გვერდითა რეფერი ქართული ნეით დიაზი, ნიკა ნიკოლაშვილი. და ზური დირცხელიანი. ასევე რა თქმა უნდა, აქვე მინდა ჩვენს YouTube მაყურებელს რომ მივმართო. გთხოვთ, დაწერეთ კომენტარებში, როგორ მოგწონთ ჩვენ ახალი ფორმატის გრეპლინგი. მე მგონი მეტად საინტერესოა ვიდრე სხვა ყველა სახეობა ამ სპორტის და თუ იზიარებთ ჩემს აზრს, დაწერეთ კომენტარებში. ან რის გაუმჯობესება შეგვიძლია, ეგეც გაგვიზიარეთ. რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ რომ არხი გამოიწეროთ ჯერ კიდე თუ არ გაიკეთებიათ ეს და დაალაიქოთ ვიდეო და გააზიაროთ კიდევაც, რომ მხარდაჭერა ვიგრძნოთ თქვენ. კარგი, მაშასე, გადავიდეთ გუნდების წარდგენაზე. მე მინდა წარვადგინო გუნდი Lock and Choke International. ვასილი შახოვ. ვასილი არის ჯუჯიცუში blue belt-ი. და ძირითადად მისთვის ეს სპორტი ჰობის წარმოადგენს. გრეპლერი ვასო თვალიაშვილი. ვასო არის ლურჯი კამარი, AGP სასომხეთის ჩემპიონი და საქართველოში ფორტისზეც უპრიზოდ არ წასულა ეს კაცი. შემდეგი ალექსეი სიმიჩევ. ალექსეი ჯიუჯიტსუთი არის როგორც ხობით დაკავებული. ცალკე აღსანიშნავია მისი ჟგარდი, მაგრამ ევასა. და ალექსეი არის blue belt-ი. შემდეგი წევრი Lock and Choke Internationals ალექსანდრ სეროვ. ალექსანდრემ სულ ახლა მიიღო შავი კამარი და ბევრი საერთაშორისო და ლოკალური შეჯიბრებების გამარჯვებულია და მონაწილეობს. და გუნდის კაპიტანი ნიკოლაი სტარადუბცევ. ნიკოლაი არის
ყავისფერი ქამრის მფლობელი და ასევე ბევრი საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორი და მოგებულიც. შემდეგი გუნდი Team Gimnazia. მათი ყველაზე მჩატე და ახალგაზრდა წარმომადგენელი ემირ რახიმოვ. ემირი არის თესლოვან ჯიუ-ჯიტსუს ლურჯი ქამარი და არის სამჯერ მედალისტი საქართველოს ჩემპიონატის და ორჯერ გამარჯვებული იგივე ჩემპიონატი. შემდეგი გიმნაზიის წარმომადგენელი ნიკოლოს კიკნაძე. ასევე არის თესლოვან ჯიუ-ჯიტსუს blue belt-ი. სამჯერ მან საქართველოს ვერცხლი აიღო და სამჯერ აიღო ოქრო. ასევე ADCC და ბევრი საერთაშორისო შეჯიბრებებში აქვს მონაწილეობა მიღებული და მოგებულიც კი. შემდეგი წევრი Notorious ორხან რახიმოვ. ორხანი არის ბოროტა ცნობილი ბოლო სკანდალის მერე და ასევე არის ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს purple belt-ის მფლობელი და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო და ლოკალური შეჯიბრებების გამარჯვებული და მონაწილეობაც აქვს მიღებული არაერთ გამას მიერ ჩატარებულ შეჯიბრში. ორხან რახიმოვ, მეგობრებო. შემდეგი წარმომადგენელი გიმნაზიისა მიკიტა მაკეიჩიკ. მიკიტაც არის იასამნის ქამრის მფლობელი. ძიუდოში აქვს მას ყავისფერი ქამარი. ADCC Pros ვერცხლის მედლის მფლობელი, AGP-ის, Fortis და გიმნაზიის თასის მფლობელი მიკიტა მაკეიჩიკი და გუნდის კაპიტანი პაվել ზაიცე. პაველი არის თესლოვან ჯიუ-ჯიტსუს ყავისფერი ქამრის მფლობელი და ძალიან ბევრი რეგალიები მიწერია, უბრალოდ ძალიან გამოსტილი გრეპერია სიტყვაზე მენდეთ. ნახევარ საღამოს გავატარებ ამ ყველაფრის ჩამოთვლაში. მაშასე პირისპირ გუნდები face to face. მეგობრებო, დღეს მონეტს არ ვაგდებ, coin flip-ი არ იქნება ვინაიდან Lock and Choke Internationals მცირე დარღვევა ჰქონდა კილოგრამ ნახევარი, ამიტომ Lock and Choke-ს გამოყავს პირველი grappleri. Who is your grappler? Who's starting the match? Alexei იწყებს match-ს. Pasha, kto? Emir Rakhimov. Emir Rakhimov იხდება Alexei. Let's get it on! Tá pegando fogo. Agiga no corpo, faz só jogo. მოგესალმებით ქსნის ქუჩიდან გამა ფაით ჰოლიდან სადაც წარდება კიდევ ერთი გამა გრეპლინგის ტურნირი ჯგუფური ეტაპი ორი რაღაც მქონდა 5-5-ზე და შემდეგ 3 სუპერ ბრძოლა ჩემთან ერთად მე გიორგი ბუჩუკური ვარ ჩემთან ერთად როგორც ყოველთვის ლეგენდა აწუკვე თეო მამოცაშვილი თემო როგორ ხარ ხარ ჭიდაობის განწყობაზე ლეგენდობაზე რა გითხრა არა ოპა განწყობაზე ვარ ლეგენდას განწყობაზე ვარ ქონეს მაგრამ იყო სრაფად თოთებს ჩაუ Emir Rakhimov ჩაუტყო საკითხი და პარბარზე გადასული ხო? მეორე მხარეს აქვს რეალურად შეკრული რივერს საკითხი აქვს, მაგრამ გამოვიდა ახლა. ზიმიჩევი Rakhimovis წინააღმდეგ, ზიმიჩევი გამოვიდა. თუმცა პოზიცია დაკარგა, ახლა წამოდგა ისევ.
ზიმჩევი საკმაოდ საფრთხო განწყობაზე მოსული დღეს. ხო, ორი გუნდი ეჯახება ერთმანეთს, ამის თქმა ვერ მოასწარეთ, იმიტომ რომ მაინც აგოცდის ხოლმე ლოქინჩოკ ინტერნეშნალი და გიმნაზია, გიმნაზიის წარმომადგენელი გახდა. სწორედ ახიმოვი ლოქინჩოკის წარმომადგენელი ზიმჩევი, რომელსაც აიხა უჩმოვი კიდევ ერთ ისე რივერს სამკუთხედზე უტევს და კარგად გამოიყენეს სლემის უფლება, რომელიც მას ამ შეჯიბზე აქვს ზიმჩევმა. იმ შემთხვევაში მხოლოდ თუ საბმიშენში არის კი კიდევ სლემი რეალურად ალბათ შეუძლია ორივე ხელი როდესაც შიგნით არის გზელი ფეხები აქვს შედარებით ფეხული არის მაგ ასპეტების სამკუთხედის დასრულება შეგახსენებთ როგორც კითხო წამამდე ეგრევე შემდეგ გადავალთ დამატებით დროში სადაც უკვე საჯების უპირატესობას ასექნება იმას ექნება უპირატესი პოზიცია და საბმიშენოდ თუ მოიგებს დარჩება კეიგარდიდან იმტოს ფორსინგზე შევიდა და შეეცდება რომ ჰილხზე შეუტიოს და ზეწოლა უნდა დაავადოს აუცილებლად ზიმჩევმა თუმცა ძალიან ახალგაზრდაა რახიმოვი უნდა აღმოჩნდეთ ეს ბავშვი მხოლოდ 17 წლისაა სწორად და საკმაოდ კარგი ისეთი კარგი შეტევები ქონდა საკმაოდ ჭკვიანი გრაპლინგი აქვს მრავალფეროვანი სანახაობრივი ჯერჯერობით დომინირებს ის მაგრამ ზიმჩევიც ახერხებს ამიტავზე თავის დაცვას ნახოთ რამდენი ხანი მოახერხებს ემირი ნადირობს წამს სამშენი ეს შანსი ხელს დაატყობა ბრეიქფოლში გაუყვანა სახელის არ ეთყობოდა ძალიან ზურგის საგების შანსი აქვს თუ ცენტრის გარეთ არ გაიტანა იდაყრი და რას ახერხებს ზიმჩევი 2 წუთი თითქმის ძირითადი დროის დასრულებამდე სამკუთხედი ძალიან არასწორად სადაიხო გარდი გახსნა აი საბუთურა გაიზრდება და საბუშევი ბრავო ემინ ახიმოვი გამარჯვებული მისი პირველი გამოსვლა გამაგრატლინგზე და პირველი გამარჯვება ძალიან ეფექტური დომინაცია ფაქტობრივად და შემდეგ საბუშევი შევხედეთ ეკრანს თუ როგორ დამთავრდა ეს საბმიშენი vai safada. დასლება რამდენჯერმე არის Toma essa safada. Ficou viciada aqui é só pintada. არასწორი გახსნის ცდილობა აბა გავიგოთ ვინ გამოყავს შემდეგი Lokenchok Internationals გამარჯვებული წინააღმდეგ ემინ ახიმოვის შემდეგი ვინ არის? ახიმოვი გამარჯვებული, ბრავო, მილოცავთ მას და ზიმჩევი ტოვებს თავისი ესეთი საახალწლო რაშგარდი. იმედია გაწყობა ძალიან არ გაუხდა. უასო თვალიაშვილი შემოდის ბიგანს როგორც იტყვიან უკვე საქმეში. ლურჯი ქამარი ახლა საიღო ფორტისი მოიგო თვალიაშვილმა. დიდად ეხა წონაში უპირატესობა აქვს თქო? არა, ზონაში აქვს უპირატესობა აშკარად. უზარმაზარი არ არის, მაგრამ დიდი. და არა, სხვა შორის კარგად იჭიდავა. ფორტიზე რაც ნახე. და ეხლა ნუ მას აქვს ამოცანა რომ აუცილებლად უნდა გააგდოს ემილი, ანუ ეს უბრალოდ დომინაცია და რამე არ მოაწყობს. ბუნებრივია თქვა დომინაცია შანსს მისცემს მას რომ მე თქვა ზურგიდან შეუტიოს, მაგრამ ყველა ვარიანტში ან ეხლა რეგულაცია შესრულება დაასრულოს თან ისე რომ ძალიან დიდი ენერგიას არ დახარჯოს რომ როგორც მინიმუმ შემდეგ ბოლაში თვითონ არ გამოაგდონ გამოვარდა მისი ოპონენტის გამოაგდოს და ძვირად დაუჯინოს ოპონენტს იდეაში შეიძლება დაღალოს კიდეც მისი ოპონენტი გამოაგდოს უკაცრავად გულისხმობს იმას თემა რომ შეიძლება ვთქვათ ფინიში საერთოდ არ შედგეს რა შემთხვევაშიც ორივე ტოვებს პიც ახლა ეგრეთ წოდებული front headlock პოზიციაში არის ალბათ შეიძლება რომ რაიმე ტიპის ანაკონდა შეკრაგებულს ანაკონდა
წანსული ფიქსირებს ვალდებ მნიშვნელოვანია ხო? უკან მიცოც აი ხა ფიქსირება. ვასო თვალიაშვილმა ემი რახიმოვი მარჯვა თვალიაშვილი ოქეჩოქში ხანი. ჩოქი. როგორ არუშევთ ხა ორხა რახიმოვი. შევხედოთ ეკრანს შევხედოთ თუ როგორ მოხდა ეს ჩაკეტა საბუშელი. მიულოცოთ ვასოს დამსახურებული გამარჯვება ასე თვალიაშვილს რა თქმა უნდა ულოცოთ და გამარჯვება. გიმნაზიას შემოყავს ნიკოლოზ ტიგნაძე მიკროფონზე შემოდის გიმნაზიის გუნდიდან. თუმცა მე პირადად ვისურვებდი რომ ორხა რახიმოვი შემოსულიყო, რომელიც ბიცა გახვალთ ემი რახიმოვი და ცოტა უფრო ესეთი იქნებოდა, დრამატული იქნებოდა. ჩვენი მეტი მაგრამ არ აუშავს ეს არანაკლებ დრამატული გამოსავარდოთ. მერაბ დვალიშვილის შორტებით შემოსილი. კიკნაძე თვალიაშვილის წინააღმდეგ. კიკნაძეს ფეხზე მუქი ფერის სამაჯური საფეხური უკეთია, წითელი უკეთია თვალიაშვილს. Be proactive, don't wait. What's wrong with this? Hand fighting ჩაო. Shake. Heavy on the head. Relax a little bit, Nico. როგორც ჩანს არჩიეს რომ დგომში იჭიდაონ არც ერთი არ იჩევს სტანდარტს. აო დაბლ ტეიქდაუნი კიკნაძისგან. ბიტმა შეუშალა ხელი. ბაშოს ფიტი საკმაოდ ცვლის თამაშს. პოზიტივისკენ ნეგატივ უფრო საით არა ცვლის ხო არა ეს პოზიტივის სიტუაციას რადგან არ აქვს და ო წამოხტა ფეხზე თვალიაშვილი ეფექტურად ადგა ფეხზე და კისერით ჩაუვარდა ხელში. ზურგის აღების შანსი აქვს ახლა ვასოს და ჩამოვარდა კონტროლი და კონტროლზე და მერაბ დვალიშვილის შორტებში ახლა ნორთაულ შოუში რომ გააკეთოს კი იქნება შუგა შოუს ფლეშბექები შეიძლება მოგცეს ყველას. მაგრამ არა განეზევითად ნორთაულ შოუს პარკურა თავზე აზის მეტოქეს. ეს დასასვენებლად იქნებს ეჭვმაც კიკნაძე ხო ნუ აწყნარებს ყოველ შემთხვევაში სიტუაციას ნაწილობრივ ალბათ დაისვენებს კიდევაც და შეიძლება რომ ხელი გაუხსნას კიმურაზე შეუტიოს სავარაუდოდ მაგრამ ამის საშუალებას ვასო არ აძლევს და მაუნზე ასე მარტო და ხო ნიომბეოთ კარგად დაასეთაფა და ეხლა რეალურად ხო თითქოს ამ მომენტში უკვე უნდა იბრძოდეს ვასო თითქოს დაუწყდა ვასოს რომ თქვათ მარჯვნივ გადატრიალებული ყველა ხო დაჩერდა ერთ პოზიციაში გადატრიალებული ბოჭენის გადაეცა ხას მაშინ როდესაც ერთი შეხედვით ჩანდა რომ შეეძლო შეტრიალება შეიძლება ხო დაინახეს ეს ნუ ახლა ნიომბეოდან კარგად შეიძლება მასტაფია მოყოლოს მაგრამ მე ბოლო მომენტში მაინც უნდა შეეცადო რომ გვერდზე გადატრიალდე და დაიჭირო ფეხი ეხლაც რეალურად აუცილებლად ჭირდება რომ გვერდზე აფეთქდეს და გვერდზე გადატრიალდეს, წონა გადაატანინოს ასე ვთქვათ ერთ ფეხზე და ერთ ხელზე და საპირისპირო მხარეს უკვე აი წოდებული ჰიპ ესკეიპით გამოძრეს ხელი შეაქვს ახლა ტანის ხელში. და ორივე ხელი შეაქვს შიგნით და შეიძლება რომ მაგითი ფეხები ამ აი ხა შანსი, მაგრამ აი ხა თუმცა ბრავო გამოძრა ვასო. ბრავო თვალიაშვილი. თვალიაშვილი. ზემოდან მოიცა თვალიაშვილი და ნახო გადაასპირდა. წავიდა. ახლა ნიცათი ჭირდება სტანდარტული იქ სამკუთხედზე მიდიოდა თუ არბარზე არ ვიცი რა მოკეთ. მოსაკლავოდ კი მიდიოდა. აი გადააბიჯა ფეხზე და შეუტევს აი ჰუხზე სავარაუდოდ. ასო ახლა აიღო საპირისპირო თვითონეტევს კიკნაძე და ტყივილისგან სახი შეხედე თვალიაშვილის სახელზე ყივა საკმაოდ კია ხეთქი ტრიალებს სელესნა შეეძლოს ხა ასე თუნდაც გადარჩეს ხოლმე გაახსნებას როგორც ჩანს ატანოდია ეს ტყივილი ახლა თანხის პოზიციაშია ახლა კაი პოზიცია აქვს რომ დასთეკოს და გამოვიდეს ახლა კაი კარგად შეიტანა ღმად ხელი გადარჩა ვასო ეს არის დასთეკვა თემო რასაც შემკარნახობია წავს აკეთებდა მაგრამ რეალურად უფრო
ნაკლები სივრცე უნდა მიცეს რა რეალურად. ხელი ღრმად. Little kid. ეხლა უნდა გაახსნილოს უკვე ფეხები მაგის შანსი აღარ არის და შეიძლება შანსი რომ პირდაპირ განფეში შევიდეს. Stand up. როშას ვასოს უყავს წინა მხრიდან ჩოუქები, ეძებს ოპოზიციებს. ორივე ძალიან დაიღალა. ნუ თვალიაშვილისგან მესმის მეორე ჩხუბში დაობს კა. კიკნაძე პირველი ბრძოლაა და საკმაოდ დაღლილია. შემოდა ტემპი. აი ეს არის ფითი. გამოიყენა. გამოადგა ეხლა საკუთარ კარად გამოიყენა კიკნაძემ. Just drop on the leg. Let's go, Nicholas. Get the leg. Attack the leg. Inside position. Inside position. You don't need this mount. You don't need the mount. ერთი წუთი ძირითადი დროის დასრულებამდე Put your feet to the inside. არ ვიცი ვის მიარიჭებდი თემო ჯერჯერობით უპირატესობას აი აქ რომ წდებოდეს ეს ბრძოლა. აქ ბაგისემიდის თვალიაშვილი კიკნაძე საკუთხე კიკნაძეს მივაწოდებდი ამ მომენტში, იმიტომ რომ უფრო ღრმა შეტევები ქონდა და მაუნტი ქონდა. თავდაყირა აი ჯუჯიცუ. ხა გადმოატრიალა. თვალიაშვილმა მაგრამ უტევს ახლა მახრჩობელაზე, თუმცა ზევიდან გაუჭირდება ხალხის მაუნტზე არის თუ ლეინიკი არ ახარ, ძალიან თუნდა რაღაც გავს ჩოუქები დაასრულოს ეს მაუნტზე ხარ, ან მაუნტზე ასე გაზიან. ქვედა მაუნტში ხარ. შეუპოვარი ორთაბრძოლამედის გავახნევოთ ბიჭები. ხო, არ ვიცი ამ და ჩოპოვარია, გო, ყველაფერი ჩადო, ორივე მოგზომა, აი არ ვიცი. მთელი ენერგია ჩადის ყველაფერს დებენ რა, ეხა ტემპია უბრალოდ და შეუპოვარი სიტყვასთვის მე არ გამოვაკეთე, თუმცა არც მაესტროს დავზრა ხო, თავს ენერგიით ვერ საბმიშენი, ვერ ჩოუქი დამთავრებული. მივმართოთ ისაჯებს. დამატებით დრო არის სულ ნახევარი. საჯაროდ თუ კონსულტაციას იყენებთ, როგორებით რომელ მებრძოლს გამოაცხადებთ საჯება გადაც ლურჯ კუთხეში, ანუ კიკნაძე მიიღო პრესება როგორც შეიძლება. ერთსულოვან გადაწყვეტილებით საჯებმა გადაწყვეტეს რომ უპირატესობა მიცენ არჩევს პოზიციას. ნიკოლოზ კიკნაძეს. ნიკოლოზ კიკნაძე არჩევს პოზიციას, უპირატეს პოზიციას და აქედან გაგრძელდება შეხედე თვალიშვილი. ნიკოლოზი ბექთეიქს იღებს როგორც უპირატეს პოზიციას, ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ მისი ამოცანა აქედან დაასაბმიტოს მეტოქე. თუ ეს გააკეთა, ნიკოლოზი დარჩება. თუ არა, ორივე გადიან. უპირატეს პოზიცია მიეცა, აქედან თუ დააფინიშებს, გადავა შემდეგ რაუნდში კიკნაძე დარჩება ფიჩი. თუ ვერ დააფინიშებს, ეს ორივე გადის ღრმულიდან, კი ბატონო. ღრმულიდან. Squeeze. Squeeze it for your left. Lock completely. Lock figure four. Lock. Let's go. მაგალ სახეზე მეკრეკია სახეზე აწევა იდახს უნდა მიაწვეს ახლა თვალიაშვილი და გაიხსნება ეგ ლოქი, იმიტომ რომ ღრმა არა აქვს, ღრმად შეკრული არა აქვს. 45 წამი ზუსტად ნახევარი დრო გავიდა დამატებით რაუნდში. Back again. ჯერჯერობით ვერ ახერხებს კიკნაძე რომ დააფინიშოს მეტოქე, რომელიც უკონტროლებს საკმაოდ კარგად ხელებს. ხელოსებაში აი არ უნდა ელოდებოდეს კიდევაც თვალიაშვილი, უნდა იბრძოდეს გამოძრომაზე, ანუ არათა დაძებული მათ დარჩა ასე ვთქვა. ხო, კი ბატონო, პოზიციის გამოჭებას ვერ შეგიძლია. ახლა აი შანსობდა ბექს ბოლოს მოაკიდებინა ხე მარცხენა იდახს უნდა მიაწვეს. უნდა გაძლოს 15 წამი ძალიან დაძაბული ბრძოლა და თუ ეხლა გამოაგებს კიკნაძეს თვალიაშვილი ეს შეიძლება, იმიტომ რომ ორი მეტოქის ნეიტრალურობა გააკეთა და ტერმინატორი კარგად ვარო. შემოტრიალდა თვალიაშვილი. შვენიერი ფექსე წამოდგა. რაც ნიშნავს, რომ ორივე მებრძოლი შვენიერი სანახავი ბოლო აქ არის წამოდგა. ფლე ან დაბლ DQ, როგორც გინდათ მაყურებლებო, ისე დავარქვათ. ორივე ტოვებს ლინკს, ჩვენ კი ვხედავთ, რომ გიმნაზიას შემდეგი შემოყავს ორხან რახიმოვი. ძალიან მაგარი მატჩია.
და საპასუხოდ ვინ არის ლოკენჩოუკ ინტერნაშნალიდან? ალექსეი სერო. წინა ბრძოლაში შენ როგორც ივანაუდეთ, ზუსტად ის მოხდა, თვალიაშვილმა შეძლო პირველი მეტოქის დამარცხება და შემდეგ უკვე მეორე მეტოქის გამოგდება თავის საქმეზე. ახლა უკვე გადავდივართ ახალ ბრძოლაზე. ახალი შემოდგენილობით თითო ორივე გუნდს დარჩენილი ყავს 3-3 ბრძოლა, ხო? ხო, ეხლა გუნდის ლიდერებზე არის დამოკიდებული რომ შექმნან ამინდი. სეროვი რახიმოვის წინააღმდეგ, რახიმოვი ლურჯი სამაჯურით, სეროვი წითლით, რახიმოვი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ანკ სტატუსით არის შემოსული, იმიტომ რომ მისმა ნეფიუმ ჭიდავა პირველ მატჩში. ბიცის სტატუსით არის. რა შეება ხა? რეალურად სერომა გარდი გაჭიმა, უფრო ვიდრე თქვა ტეიქდაუნი იყო ალბათ და ჰაბგარდიდან ცდილობს რომ იმუშაოს, ორხანი ცდილობს რომ პოს ასე თქვა ფასი გაცდენა. გვახსოვს ჩვენ ორხანის ჯერ ესეთი მოგებების სერიაზე არახიმოვი გამაგრეპლინგში და არის ფეხის ტკივილი თავს მოგებული ბოლო ბრძოლა კრეგ ჯონსის ემეთ შორტებით თუ გახსოვს თემ გამაგრეპლინგ 2-ზე სეროვიც გვინახავს ჩვენ გამაგრეპლინგზე ასევე არაერთ ტურნირზე საქართველოში მატჩებზე EGP სეროვი გამაგრეპლინგზე არ მახსენდება სიმ. აგვინახავს? არა, მე მგონი რა ვთქვა. მაგრამ ფლანკი მურა აქტივ კომპეტიტორია ბევრი. ხო, ტურნირზე მონაწილეობს. EGP-ზე რამდენად გვინახავს? EGP-ზე ხა ფორტიზეც იყო მონაწილეობა, აბსოლუტიც კი ეჭიდავა. აბსოლუტური სიგიჟე იყო თავს. აქ ხელი ცდილობს რომ დაიჭიროს ორხანის ტანი არ მისცეს მას საშუალება რომ შემოუაროს თავზე, მაგრამ ვერ ახერხებს. ტანით ხელის დაჭერა საკმაოდ რთული საქმეა, ცოტა დიდი განსხვავება უნდა იყოს ჩანსა და წონას შორის. კი, რთული საქმეა მithmes, როდესაც დამდგარი გადებენ წონას, უფრო ადვილია, როდესაც კონფლიქტზე არის ოპონენტი. ახლა ნორსაუში არის ორხანი, შეიძლება ალბათ ერთ-ერთი ხელის იზოლირება მოახდინოს. მაგრამ ახლა სერომა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს გარდის დაბრუნებაზე თუ უნდა საკმაოდ ესე მიდის იმ საშუალება შექმნას. smooth ჭიდაობა, რბილი ჭიდაობა მიდის საკმაოდ. ხო, როგორც ჩანს. კარდიოზე ჩაჭერა ძალიან არ უნდათ არც ერთს. ხო, არ დაგავიწყდეთ რომ კარდიოზე ჩაჭერის ნახვა თუ გინდათ მთავარ ბრძოლაში ორი MMA-ის მებრძოლი ფოლადიშვილი და სოზაშვილი ყავს. დაეჯახებიან ერთმანეთს გრეპლინგში. ასევე ამის გარდა კიდევ ორი სუპერ ფაითი გვაქვს. საკმაოდ საინტერესო, მათ შორის ყოფილი მონაწილეებით დატვირთული, გამაგრეპლინგის ყოფილი მონაწილეებით დატვირთული. აქ ორხანი ისევ და ისევ პოზიციის, ასე ვთქვათ, იუმჯობესებს ნელ-ნელა. სეროვი კი ვერ ახერხებს რომ რაღაც თავისი გამოიწყოს. ჯობესოს ამ ეტაპზე, მაგრამ იგივე პოზიციაში რჩება, გარს გასცენილია. ხელი. შეიძლება ხელზე შეუტიოს და ანუ სეროვი რა შეიძლება სიმართლე გითხრები, საერთოდ ეს როგორც ადრე ვისაუბრეთ, დარბაზი არ არის, სადაც შეიძლება ექსპერიმენტები გააკეთო და ითამაშო, ასე ვთქვათ. ნიშნულოვანია რომ ეცადოს გარდის დაბრუნება შეტევა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია რომ აქ ხალხის სისხლსა და უფლის ღურის თემა. არ ვიცი რომ მართლა, ხო, საკმაოდ პასიურია. ლოკენჩოუკი ორხანას უნდა ეძებოს ხა ალბათ რაღაც მაგჩობელები ან რაიმოტკინეული უნდა ეძებოს. რომ მას არაცხოს ეს მომენტი, არანაირი გარანტია არ აქვს რომ შეძლებს და ზურგიდან დაასრულებს ბრძოლას, შესაბამისად ძალიან მარტივად შეიძლება ორივე გავარდეს. კი. გესმით, შეძახილები გიმნაზიის გუნდის. ზუსტად მაგისკენ მოუწოდებენ რომ ჩოუკი იპოვოს, მახრჩობელა იპოვოს. ჯერჯერობით ახლა გქონდა ორხანს, თუმცა კარგი
დაცვით აიძულა რომ გაეშვა ეგრევე და პოზიციაზე დაჯერებოდა. თუმცა კარგად მოიცა პოზიცია არ დაკარგა, ასე ვთქვათ. ორხანმა You can roll for the Kimura. Yes. It is still here. Try to get the leg drag and attack the heel. This will be hard to finish. No, this will be hard to finish. Get something more like. ეხა ერთ ყველაზე Push the place. მატჩია. Yes. კიმურაზე როქიოდა შეტევას. როგორც კი ფიქრობ შეიძლება სიტუაცია ეგრევე რაღაცები მიდის. ახალი ხელზე ახლა 10 კილოметრს ორხანი One handed you can მაგრამ finish one hand. ფეხი ერთი სეროს დაჭერილი აქვს და ეგ ართულებს რახიმოვის საქმეს და წამი. You can turn him to the other side and backstep for the inside Sakaku. Legs is the fastest. 20 seconds left. Let's go. ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაიმე ცადოს ხა Cook 15 seconds. სერომა რაიც ფეხზე გადავიდა ორხანი, მაგრამ 10 წამებს ხოლდა როგორც ჩანს. ის სწორედ ის დაიწყებს უბრალოდ ხო ბუნებრივია ხა სალაპარაკო არ არის ვისაც მიცემენ ვერ ჩაეტივნენ ეს წყვილიც ძირითად დროში. საჯებს მივმართოთ. ვინ არის თქვენი, ვინ იმსახურებს უპირატეს პოზიციას? ლურჯი მებრძოლი ორხან რახიმოვს ეძლევა უპირატესი პოზიცია. Para um ladinho, toma vai safada. O bagulho é doido, só cê და მებრძოლებს ეძლევა თამატებითი წუთნახევარი. Ficou viciada aqui é só pintada. აბა ვნახოთ ორხანი თუ მოახერხებს სეროვის მოხდება, შეგახსენებთ რომ 90 წამი ექნება და სწორედ ეს პოზიცია მოიპოვა იმის გამო რომ დომინანტური იყოს ძირითად დროში კისრის ისე შეხავდა სეროვს. სერო შემოუტრიალდეს შემოტრიალდება კიდეც. და ახერხებს კიდევაც აუ სეროვი შემოტრიალდა. ესეთი ეგრეთ წოდებული ალექსანდრ სეროვი გამოძვრა ძალიან ძნელი სიტუაციიდან და აქაც ბროა ორივე მეტოქე გადის შეიძლება რაღაც შეექმნა კიდევ ჩვენ ფაიტიდან და შემდეგი შემოყავს ლოკენჩოუკ ინტერნაშნალს ვასილი შახოვი არ ვიცი ხოლო გიმნაზიას მიკიტა მაკეიჩიკი შახოვი მაკეიჩიკი წავედი. აბა ვნახოთ. ხო, ნიკიტას ხათაშორის ნიკიტას არ აქვს სტილი როგორც ორხანს, უფრო აგრესიულია, უფრო პეთქებადი. შემტევი. ნახოთ. ფეხზე მიდის. ეხა ძალიან გაუჭირდება ეხლა შახოს საკმაოდ საფად აბა მაკეიჩიკი წავედა ფინიშზე. მიკიტამ მოიპოვა გამარჯვება შევხედოთ აბა როგორ გამეორებას ეკრანზე ფეხი წაიღო სახლში, საახალო. მას არც ус ბევრი რა. კონტროლში გამარჯვებულია მიკიტა მაკეიჩი ოციმე კაცი შემოვიდა. ლოკენჩოუკის head honcho შემოვიდა. აქეთ აღჭა აპლოდისმენტები ლოკენჩოუკის კაპიტანს ნიკოლაი სტარადუბცერ წავედით. სხვათა შორის სუსუ პირველ გამაგრეპლინგის ივენტში აქვს ნიკოლაის მოგებული მონაწილეობა. იქ წააგო დათმოის, თუმცა მას შემდეგ გააგრძო განაგრძო ზრდა. ეხა ბევრად მასზე უფრო მსუბუქ მებრძოლს ჭიდაობა რა თქმა უნდა ვიდრე მაშინ ყავდა თავის წონასა ყავდა, მაგრამ ფეხზე მიდის აქ მაკეიჩუკი. ფეხები უნდა გაუხსოს ნიკოლაი აი თვითონაც ფეხი აქვს აღებული. თვითონაც უტევს საპირისპიროდ ფეხებზე მაღალი მოთხოვნა დღევანდელი მაკეიჩუკი. მაკეიჩუკი აქ ფეხზე ისეთი კილოები კეთება, რომელიც მოთხოვნა შეუძლებელია ფაქტურა და იუკევს აღებულია დაპავს! გამაგრებული ცოტავე! მაკეიჩუკი გადი დაამარცხა იუკ. ორი გოლი. სტრიკი არავის აუწყია ჯერ გამაგრებული, იცი? შევხედოთ გამეორებას
ორი გამარჯვება ზედიზეთ არავის არ ქონია. არავის ქონია ორი გამარჯვება ზედიზეთ. ეს არის პირველი ისტორია. კინეულინები წესი არის რომ ჰილჰუკზე რო გიტევენ ხუსის კინეულითან ჰილჰუკით გამარჯვებულია ნიკიტა მაკეიჩი ხოლო შაჟიფშიკი თიმ გიმნაზია ამი თითქოს თეოდორ შეჭიფს გამოხვიდეთ Please, please enter the tatami. Trago, shago, shago. 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 ალია სანახაობრივი იყო. ორი დაპირისპირება სწორად იუეთის მშვენიერი გამოვიდა. გულისხმობ იუეთის ამ ნაწილს და შეგახსენებთ რომ ჩვენ წინ გვაქვს სამი სუპერ ბრძოლა. ეს იყო გუნდის წინააღმდეგ გიმნაზია Rocket Choke. მაშასე ამ გუნდურ შეჯიბრში გამარჯვებულია Team Gimnasia! Vai só jogo, jogo, jogo. Jogo, jogo. Jogo, jogo, jogo. Jogo, jogo, jogo. Seriozuli match-up-ები იყო. დიდი მადლობა მინდა გადავხადო. Thank you guys for very spectacular matches. And I want to few words from winner, from the captain of Gimnasia team. Pavel, how did you find this tournament? And are you happy with your guys' performance? I'm not gonna tell that I'm happy with my guys' performance. We still have things to do, especially a couple of us, and some fights happen to be very hard for our athletes. And in the final match, maybe spectators didn't see, but our athlete got injured. Nikolai was like a little bit hesitant about like to finish or not. So yeah, but I'm happy that we won. I'm happy that we won, and I'm very not surprised, but I really feel that guys from Lock and Choke showed very good performance, especially some of them were very hard to tap, very tough, surviving several submission attempts from our athletes. And just thank you for the good match, guys. Thank you so much. Thank you. So we are looking forward for future matchups. We are getting more and more ready for this rule set. Most of the year we were preparing for points rule sets, mostly focusing on like standing game, guard passing, retention, etc. Now it's whole another like game, submission oriented, which is a lot closer to me. It's my fourth appearance on Gamma. Now this time as a coach, I'm happy that my guys did not allow me to step into the pit. That was actually my goal, for them to eliminate everybody and not let me like sweat today, and so they did it, and I'm happy. So the plan is fulfilled. As a coach, you should be happy. Okay, one more time, congratulations, Team Gimnasia! And thank you both teams for a spectacular fight. Us guys! And one more little thing to say, it's a very good opportunity for me to, of course, promote my academy. Okay, we are representing Gimnasia, guys. We have 200 square meters of mat space. We have everything you need to become a professional athlete or to just get in good shape. So if you're somewhere in Sabortalo or near, or if you're ready to travel to Nusabizi Plateau, you're welcome. We are happy to teach everybody, from complete newcomers to experienced athletes. So see you all in Gimnasia Sports. Okay, thank you guys once again. Let's with applause. Aplaudismentები გავაცილოთ ბიჭები. დიდი მადლობა მათ. ასეთი გამოსვლისთვის. ისე სანამ გამარჯვებულები სურათს იღებენ, მე მინდა მომენტი ვიხელთო და ისე ვიჩქარე ამ შეჯიბრის დაწყება, რომ ჩვენი საყვარელი კომენტატორების გამოცხადება სულ დამოვიწყდა.
გიორგი ბუჩუკური თემო მამაცაშვილი აპლოდისმენტები გქონთ მიუხედავად იმისა რომ გუნდური მეჩაფები დამთავრდა ჩვენ კიდე ყველი საინტერესო ამბები წინ სუპერფაიტერებისთვის მზად ვართ მაშასე თუ მზად ვართ მეგობრებო მე მინდა ვიხმო შერკინება 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველი გრეპლერი თუმცა მას MMA-ის ბაზა აქვს თაზო ბოჭოლიშვილი ბოჭოლიშვილი MMA-ის მებრძოლია თემო და MMA-ის მებრძოლი რომ არის სწორედ ამიტომ მიხარია მის გამოჩენა აქ გრეპლინგში მიყვარს MMA-ის მებრძოლები გრეპლინგში ძალიან კარგი მებრძოლი 11-5 რეკორდით ბოლო მოგება რომობს გრეპლინგის კუთხითაც კი ბატონო თაზოსთან დღეს და მეჩხუბა ლეგიონში ჩვენს fight pits გაიზიარებს ორი უთქვია ნიკა მუშკუდიანი ნიკოლოზ მუშკუდიანი ეს მეტოქი 85 კილოგრამში გაიმართება ეს დაპირისპირება ნიკას გრეპლინგის ჩვენს მაყურებელს შევახსენებ რომ rule-set-ი წესები ზუსტად იგივეა ძირითადი დრო 6 წუთი submission only ყველაფერი ნებადართულია თუ ვერ ჩაეტივნენ ძირითად დროში მიეცემათ წუთნახევარი დამატებითი დრო დავიწყოთ წავით იგივე წესებით 6 წუთი იმისთვის რომ მოიგო თუ არა და გადავდგეთ დამატებით დროში ნახოთ ბიჭები თუ აწევენ ტემპერატურას ეხლა ეგრევე ფეხებზე შეტევას თინა ხელების გახსნას ეხლა საპასუხოდ თოხოლდის თელობა ქონდა თაზოს დინაოსაც გამოაცალა ფეხები ფაქტი რჩება გარჩი ბატერფლაი ჰუკი აქ საკმაოდ საიშიარ ზედმეტი მანევრირება ფიტში რაგიტომ მე და თემა ცოტა შორი ახლოს უზივართ ფეთთან ახლოს არ მივდივართ ხოლმე ხალხი ცივაკიტეს ფითიდან გახსოვთ ვერაფრის დიდებით ვერ მივიყვანთ ახლოს ორივე ფის წინ გადმოგვივარდა ბებრძოლი მაგრამ ადრე და მოიგო კიმურაზე წავიდა თაზო მაგრამ გარდიდან და რას გიჟია კიმურაზე გარდიდან წასვლა ზოგადად ჰაფგარდიდან შეიძლება რაც დილემას უქმნის ასკო ოპონენტს და შესაძლოა რომ ეს გარდის გაცდენაში დაგეხმაროს ფულგარდიდან არა ბეკეტად გამოიყენო ფულგარდის დროს და გარდის გაცდენაში ანუ ფულგარდიდან ჰაფგარდში გადახვიდე თუ ჰაფგარდიდან არა ჰაფგარდიდან გაცდე ფულგარდიდან ცუდი იდეა აი შეგეწოვის shoulder crunch ეძებს მუშკუდიანი და შეგიძლია 7 დაწყნარად იმუშაო უდაოდ საუკეთესო ივენთი ლეგიონი კოზანოსტრა წინა გამაგრეპლინგის ივენთი ვისაც არ გინახავთ უყურეთ აუცილებლად ოღონდ ამის შემდეგ აქ ახლა სამწუხაროდ ნახევარში შეიცვლა პოზიციას თუ ფინიში არ დასრულდა და მერე უკვე უკიდურეს პოზიციიდან ეხლა რომ გაჩერდეს ჩხუბი თაზო ბოჭორაშვილი გააგრძელებდა ასპარეზობას ანუ ზოგს აიღებს სავარაუდოდ ან ამ სხვას რაც ეკომფორტულება სავსეა დღეს გამოფაითოლი გრეპლინგის ივენტზე მინდა აღვნიშნო და მადლობა მოგიხადოთ ყველა მის ამ ჩანაწერს მოგვიანებით ნახავთ და დღეს აქ ხართ მიხარია რომ ახლა მოთხოვნაა გრეპლინგზე საქართველოში თვეში ერთხელ ვიკრიბებით და ხალხი ჭიდაობს ეგრეთ წოდებული stalemate-ი არის ხლა ვერს ქმნის ვერც ერთი მებრძოლი თქვა ეს თქვა თავისთვის საინტერესო მომენტს გადაყვა რაღაც უცნაურად თაზო არ ვიცი რატო straight foot საპირისპიროთაც აი გადაყვა იგებს მუშკუდიანი და დაკეთა ბოტოს ხოეთკიდა იტოშმა ძალიან მოგესაჭროთ ბრძოლა არა მე 4 წუთზე და მე 25 წამზე და
გაიმარჯვა ნიკა მუშკუდიანი. პირველი სუპერ ფაიტი, შემდეგი ნიკოლოზ ვეკუა, გიორგი გოგოჭური, ასევე MMA-ის მებრძოლი გილოცავ რიგით გამარჯვებას გამას რინგზე, ჯერ მუშკუდიანი. გამას ფაით პიტში. როგორ შეაფასებ შენს ამ შერკინებას, მეტოქეს და რამდენად კმაყოფილი ხარ, როგორ წაგივიდა გეგმით თუ არა ეს ჭიდაობა? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა რომ მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოვხატო, იმიტომ რომ ძლიერი ბიჭია მართლა ფიზიკურადაც კარგად იყო მომზადებული. მადლობას ვუხდი ყველას დამსწრე ვინც არის დღეს და ყველაზე მთავარი რაც მინდა ვთქვა, მადლობა უფალს ყველაფრისთვის რაც გამაჩნია. მადლობა, კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით გავაცილოთ ნიკა მუშკუდიანი. და მომემზადოთ შემდეგი სუპერ ფაიტისთვის, რომელიც ჩატარდება 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მე მინდა ვიხმო გამოცდილი MMA-ის მებრძოლი გიორგი გოგოჭური. გიორგი გოგოჭური გრეპლერი ნიკა ვეკუა. ნიკოლოზ ვეკუა ნამდვილად საშიში ადამიანია, ძალიან კარგად იცნობს მას. ამა გრეპლინგის მაყურებელი, ნახეთის ლეგიონის და რაკოზა ნოსტრას ჩახზე დაიძინა ვეკუა მეორე ჯგუფში, პირველ ჯგუფში მეშველი ერთად ქონდა სასწაულიანი, მე ტაისონი შემოვიდა საფულზე. იაძინა, თუმცა გაიღვიძა მას შემდეგ ნიკოლოზმა ძალიან მაგრად იასპარეზა ფორტისზე. თუმცა ვერ ვნახე. მასე მეგობრებო. ჩემთვის ძალიან საინტერესო მეჩაფია. რამდენად გაართმევს გიორგი თავს გრეპლინგში, ვინაიდან MMA-ში ვიცით რომ ჭიდაობა მისთვის უცხოხილი არა. მე მზად ვარ, ყველა სიტყვით. გრეპლინგის კუთხით ძალიან დიდია სხვაობა ამ მებრძოლს შორის წესით ფურცელზე, იმიტომ რომ ნიკოლოზ ვეკუა ძალიან გამოცდილი გრეპლერია, არა მხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო ასპარეზზე გულისხმობ უკრაინაში, ზოგადად ევროპაშიც. არაერთ ტურნირზე აქვს მას მონაწილეობა მიღებული ტურნირში. დაჯდა ეგრევე. ეხლა დაგიგებს. ну ბავშვიდან ვარჯიშობს ნიკა, უკრაინაში ვარჯიშობდა და მე სეზების და გამო საქართველოში გადმოვიდა და დაგეთანხმები რომ რეალურად გოგოჭურს დაჭირდება საკმაოდ მაღალი დონის გრაპლინგი იმისთვის რომ გაანეიტრალოს და მე პოტენციურად დაამარცხოს ნიკა. გეომდელი გრაპლინგის იერი ჭანტაკის მოწევს. თავის დაჭერაც სადა გოგოჭურმა არ გამოვიდა, ხელზე გადადის ნიკა. იმურა გრიფი აქვს აღებული გადმოსულ წამოიღო. შეხედეთ ზურგს უდებს. არა, ვერ მოხდა. ჩატო ჰუკი მაინც ჩატოს. ბრავო, უამაზესი. შეხედეთ. რა შეიძლება იყოს ლამაზი. გრიფს და გიორგი ვერ გავიგე. შენ თუ ვერ გამიგე პრობლემა გვაქვს. დიპლომატია შევინარჩუნოთ. ეხლა ზურგის სამკუთხედი შეუკრა ნიკამ და უკვე ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის ვეკუა გოგოჭურს. წავით ვამბარზე თუ რენეკით შევკით. ბუნებრივია ჯერ დრო აქვს სამუშაოდ, ეხლა რატომ გაუშვა აქედან ადამიანი, როდესაც ყავს ერთ-ერთ ყველაზე კარგ პოზიციაში, მისი საქმეა რომ თავი დაიძვრინოს. თუმცა ეხლა გადავთ ისევ და ისევ ეს ფითი რაღაც სიტუაციებს ცვლის, რადგან არასტანდარტული არის ხა და ამას შეჩვეული არ არის უმეტესი.
აი ხა შეიძლება თქვათ რაღაც რაიმე იზოლირებაზე იყოს ხა სულთა ფეთქებადობაზე არ დამოკიდებული არასდროს რაღაცებს აკეთებს რომ შეეცადოს რომ მარჯვენა ფეხის კი გოგოჭური მარჯვენა ფეხის ქვევით აღმოჩნდეს თავისი მარჯვენა ფეხით და ეგრეთ წოდებული სამკუთხედი შეიტანოს შუა ნაწილში რაც უკვე რეალურად ზეწოლას მოხსნის და საშუალებას მისცემს რომ სტანდარტულ ზურგის კონტროლზე გადაიყვანოს ნიკა და ამის შემდეგ უკვე შანსი ექნება რომ უფრო მარტივად გამოვიდეს. სამკუთხედი აქვს ადამიანს და კარგად შეკრული აქვს და ზედატანის კონტროლის აქვს, ძალიან მინიმალური შანსი არის ზედათ შემთხვევაში რომ შენით გამოხვიდე. კონტროლი ქონდა მარჯვენა ხელზე. უკი ჩადებული მარცხენა ფეხით და ამბარეში. ეს ხელი გაჭრილია ეკუას მიაქვს სახში საახალწლოდ. სიტყვაზე და სწრაფად ასტრაფად გადავიდა რა ამზადებდა და როგორც კი მომენტზე გადავიდა. ამ საკმაოდ საინტერესო შევხედოთ ეკრანს როგორ მიმდინარეობდა ეს მატჩი. შემდეგ ჩაგედა თორა ხება ელოდე იქეოდებოდა სადაც წავიდა როგორ იქეოდებოდა ვიყო. ვილოცოთ გამარჯვება არბარით ნიკა ვეკუას. გავაცილებ გიორგი გოგოჭური აპლოდისმენტები. მე კი ნიკასთან ვარ. ნიკა, თითქოს და ჭადრაკის პარტია, ასე ვთქვათ, დაალაგე შენი სტრატეგია და ნელ-ნელა ნაწილ-ნაწილ გამოწურე ეს არბარი შენ მეტოქეს გამოსტყუე. ეს იყო თუ არა გეგმა, იმიტომ რომ ასე ჩანდა თითქოს გეგმით წაგივიდა თავიდანვე ყველაფერი. რას გვეტყვი? მოგესალმებით ყველა, გამარჯობათ. პირველ რიგში მინდა გადავუხადო გიორგის და მაგ გუნდს დიდი მადლობა რომ გამოვიდა და მიიღო ეს ბრძოლა. როგორც ვიცი, მაგის MMA ფაიტი იყო ანუ ეხლა რა ინგლისურად იმ კომენტარებში არ შედგა მისი ბრძოლა, კი? რასაც მთავარია შევედი ყველაფერი რასაც ვამზადებდი გავაკეთე, ანუ არაფერი შეცდომები ტაქტიკური არ მქონდა და მქონდა ტაქტიკური, ანუ I had a goal to finish my fight as fast as I can. Besides of that, I want to thank to all the team of Grapple Street that I'm representing. It's a huge honor for me to be the athlete and to be a student of such a true definition of the coach. Like before the fight, he was sitting with me, he was watching how I was warming up. Like not every coach will do the same, and I really appreciate the effort that he's putting not only me but all students that we have in our academy. Nick, thanks a lot. To all our teammates, Grapple Street is growing and this is only beginning. And the next year, Grapple Street is booming. Us! შესანიშნავი, მივუწოთ ნიკას კიდევ ერთხელ გამარჯვება და მე იმენს გამოვხატავ რომ არაერთხელ ვიხილავთ მის ასპარეზს როგორც გუნდურ შეჯიბრებების ფარგლებში, ასევე სუპერ ფაითებშიც. კარგით. ასე ნელ-ნელა მივეპარეთ ჩვენს საღამოს main events. სოზას და ფოვადას ჭიდაობისთვის მზად ვართ? მაშასე, ეს მეჩაპი იქნება 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მე მინდა ვიხმო გამოცდილი MMA-ის მებრძოლი, თუმცა გამაში ეს კაცი გრეპლინგიდან გავიცანით. საბა სოზაშვილი! ადამიანი რომელმაც ყველას თავი დაამახსოვრა მისი ბოლო MMA-ის გამოსვლით და არა მხოლოდ მარკინაზე ძალიან მაგარი ჩხუბი მოიგო საკმაოდ
რთული ოპონენტის წინააღმდეგ. დღესაც რთული ოპონენტი ყავს, ოღონ ეს ოპონენტი მისი მეგობარიც არის. მივესალმოთ საბას ოზაშვილი მეგობრებო. საბას ოზაშვილი გვინახავს არაერთხელ გამაგრეპლინგის დღესზე. საბასთან გამას ფაით პიტს გაიზიარებს გიორგი ფოლადიშვილი. მისი მეტოქი დაუმარცხებელი MMA-ის მებრძოლი გიორგი ფოლადიშვილია, ჩემპიონთა აკადემიის პროდუქტი. და კაცი რომელმაც ასევე ძალიან მაგარი გამარჯვება მოიპოვა ენაზე და როგორც ვიხარ დაუმარცხებელი გახავთ ის MMA-ში 7-0. მეგობრებო, წესები იგივეა. დავიწყო მუშტიკრივში, გამა მუშტიკრივში. როგორ რაღაც ხდება ხეცი გრეპლინგში შეხ არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე რაღაცა. ხო იცი? ორი ბეტკული საქართველოს შულები იყვნენ. არც ერთი იყო გრეპლერი, არც მეორე, ორი ერთი MMA-ის ერთი მუშტიკრივიდან მეორე. მოკლედ. როგორც არის, წავედით. ჩვენი დღევანდელი საღამოს მთავარი სუპერფაიტი, სოზაშვილი ფოლადიშვილი. ფოლადას ძალიან ისეთ გამოცდილება აქვს საკმაოდ ღრმა ბავშვობაში, ჯუდოს გამოცდილება აქვს, გერმანიაში არაერთი ტურნირი აქვს მოგებული. ეს ორი შეხვედრილები არიან ერთმანეთს AGP-ზე დამარცხებული. სხვა ფოლადს. სანსი აუტა ეკრანის მოსაკლოზე აუტა ეკრანი და ფერთხავს. ბრძოლა შული იცოდა და მეგონი ალტერნატიულ იმაში ტაიმლაინში ცხოვრობ. არა, და რა მე ვცხოვრობ. ერთად ცხოვრობთ ამ ტაიმლაინში, ამ ტაიმლაინში. პროდამით რა შეხვედრილები ვართო? კი. ეხა ბიუსტეს ავამორსოლის ბოლოდამ შეზე რა მითხრით სოზა? არა, მეგობრები არიან რეალურად და ხშირად უჭირავია და გილიოტინასაც ელოდებოდა ფოლადიშვილი. ეჭვი მაქვს. ხო, ნამცდელობა, მაგრამ მარტივად დაიცვა ფოლადიშვილმა. ორი ახალგაზრდა MMA-ის მებრძოლი. ბრავო, სოზა, რა მაგრად. აი, სამკუთხედს შაუკეტა. ფეხი ჩაკეტა ჭირდება ეხლა და არბარი აქვს შეტყვა. არა, არბარი აკარგა. არბარი ვერ აიურჯა, კარგად დაიცვა ეხლა. ფოლადიშვილმა თავი, თუმცა ძალიან ლამაზი შეტევა ჰქონდა სოზაშვილსაც. სტეილმეიტი ეს არის თუ არა თემო? ხო, ეხლა სტეილმეიტი არის, ხო. თუმცა ნუ უფრო პირატეს პოზიციაში ბუნებრივია სოზაშვილი არ თუ ფეხებს აქ თუ თავს გამოიღებს შეიძლება რომ შეტევა გააგრძელოს რაღაც დონეზე მაგრამ ეხლა ფოლადისთან კეტავს კი სამკუთხედს მაგრამ ხელი გარეთ არის რეალურად მარტო თავი არის შიგნით თუმცა ძალიან არაკომფორტული პოზიცია არის ყოველ შემთხვევაში ტანს უკონტროლებს ასე ხო BFA-ს Batum Fight Academy-ს წარმოადგენს საბას ოზაშვილი ამ ეტაპზე ხო და ჩემპიონის აკადემიის და ეხლა ცოტა შემოვიდა სიტუაცია ორივე ცდილობს ფეხის გახსნას გაუხსნა ხო და ეხლა აქვს შანსი რომ შანსი რა ეხლა ზედა პოზიცია აიღო საბამ ეხლა ვნახოთ შეძლებს თუ არა რომ გარც გაცდეს იქ რაღაც მომენტი ქონდა რომ შეეძლო დაეფიქსირებინა საიდ კონტროლი, მაგრამ ფოლადამ არ მისცა საშუალება. ხო ნახოთ ასევე ფოლადიშვილის გარდი როგორ გამოიყურა, თუმცა ფეხზე დგება არ უნდა ზოგიერთ თამაში. წავედი ზოფექსი. პრობლემა ქონდა ფოლადაშვილს, როგორც ჩანს. მედია მოგვარდა. ინვაიტინგი ხელებს. პოზიციისთვის შეახდა, რომ ამჯერად გილოტინაზე არა. და straight arm, flying straight arm ბარსები დიოდა. ორ წუთ ნახევარი ძირითადი დროის დასრულებამდე წესები იგივეა შეგახსენებთ თუ ეს დასრულდება საბიშენის გარეშე მაშინ გადავდივართ დამატებით დროში წუთ ნახევარი იმისთვის რომ პირატის პოზიციიდან აი ამ დროის მოგებულმა მებრძოლმა მოიპოვოს საბიშენით გამარჯვება მოიწოდებული ხელებით ზოლამიძის ეხლა ცდილობენ რომ ფოლადიშვილი ეძებს კლინჩს რო გდება გაუკეთოს საბას
ჩაიყვანა რეალურად ქვევით საბომაც ნაცვლად მიიღო ეს პოზიცია ალბათ ხდებოდა რომ ახლოს იყო აი ხა კაი შეტევის საშუალება აქვს ხა საბას ჩაკეტა ხელები პროდამ ეს ბრძოლა ოპა ხა კაი ისე ერთის ფეხზე თქოს გადაბიჯებას პლატაზე აქვს შანსი შეუტიოს ვიძახთი რომ მოკლავს გაჭედილი შეხულია თქო მაგრამ სოფლიო ჩემპიონი დააფინიშეს ერთი თვისი დაახლოებით და უკვე უფრო მეტ პატივს ემა პოზიციას მაგრამ ძალიან კაი სვიპინგ მოსაცილი პოზიცია ომოპლატა თუმცა დაკარგა და ეხლა პოლოდიშუს აქვს შანსი რომ საიდ კონტროლშია და ძალიან რთული გასაჭრელია ეს ბრძოლა ძალიან თავის პირველად რეალურად აქვს მომენტი პოლოდიშუს აქამდე უფრო მეტად სოზაშუს მიყავდა ბრძოლა ისევ საიდ კონტროლშია პოლოდიშვილი უყურებს თავის კუთხეს მითითებებს იღებს 40 წამი დარჩა რეალურად საშიშროება შექმნას რაღაც დონეზე ზურგს აიღებს აქედან ზურგის და თუ შანსი აქვს ზურგის პოლიცია და ნუ აი მაგიტო კესაგატამო არ არის კარგი ზოგადად არც MMA-ში დიდად და არც თუნს გრეპლინგში 20 წამი და სოზა გაიჭრა წინ ჩემი აზრით აი ამ ეპიზოდით გაიჭრა აი ახლა რამე სასწავლო თვალმოხდა ბუნებრივია აქ სოზაშუს იქნება შანსი რომ შეუტიოს ურგიდან ცოტა ხომ არის ჩქარა სამკუთხედისთვის დაუბრუნო რომ გაფრთხილებ და სამკუთხედ შეიძლება რაღაც ო გამომდრარი იყო თუმცა ასე სრულდება ძირითადად დრო და ბრავო რიომერტოს გადავდივართ გამოდები დროში და მე სამკუთხედს სანამ გამეორებებს ნახავთ და ძირითად მომენტების რომელიც გვაჩქეს ბიჭებმა ძირითად დროში მივუწეთ მათ დრო შეხედეთ როგორ შეახდა ცოტა დაისვენონ ამით კიდევ ძალები ეს მისი საფირმო ძალიან უყვარს და მე გადავიდეთ საჯობის აზრზე ვის მიცემენ უპირატესობას პოზიციური ბრძოლა მიდიოდა საკმაოდ დაძაბული მთელი 6 წუთის განმავლობაში ორივე კონტრაუს პერსონაჟი საკმაოდ დინამიური მატჩი იყო საჯობს მიმართავთ ვის აძლევთ უპირატესობას წითელი კუთხე როგორც ჩანს საბას ოზაშვილი საბას ოზაშვილს ეძლევა უპირატესი პოზიცია ჩვენს მაყურებელს ვაკვირავ გრეპლერებს ეძლევა 5.5 რომ ზურგიდან გაასაფრიტონ თუ ამ დროში საბამ ვერ მოახდინა საფრიშენი მე 5.5 უკვე გიორგის მიეცემა რაც დამოინტრიგებელია let's go სხვა წესებია 5.5 საბას 5.5 გიორგის პოლოდიშვილს ამ სოზაშვილსაც და პოლოდიშვილსაც მიეცემათ თანაბარი დრო გუნდური სისტემა სხვა და უფრო არის რაიმე შანსი უფრო ასე ვთქვათ სანახაობრივი კი რა ანუ გაირკვეს ვინმე ასანახაობას მასე ჩემზე რო იყოს თემო მე ხა ცეცხლმოკიდებულ ფიტში ვაჩქურებდი ბიჭებს ისე რომ უსაფრთხოების წესები ხოცები შენი პრომოუშენი არ დაიწყო fire grappling promotions FGP 29 წამზე აი ხა დროებით შევეჯიბრებით საბა ნაკლებ დროში თუ გამოძვრა მაგ შემთხვევაში გაიმარჯვებს რა თქმა უნდა კიდევ ერთი შანსი თუ ფოლადამ მეტი თუ ფოლადამ დაასაბმიტა ნაკლებ დროში რა თქმა უნდა მისი იქნება გამარჯვება აი ეს რთულია სხვადასხვა როცა იცი რომ 29 წელს უნდა გამოძვრეს ეს შედარებით მარტივია ჩემი აზრით აი რო არის რამდენი ჰოტდოგი ხაჭარო ჰოტდოგი ჭამის შეჯიბს უნდა იყოს შეგვიძლია სტილობს ოზა გამოძრომას ჭრიალდება მეტოქისკენ ფოლოდიშვილი გადაყვა ახლა სამკუთხედი აქვს ჩაკეტილი მასტანზე ფეხის გახსნას ცდილობს ოზაშვილი ხელით სამკუთხედთან ბრძოლა საკმაოდ სარისკო არის ალბათ შანსია მოხდება
მოიგო ფოლოდიშმა საბა ვერ გამოძრა 29 წამის განმავლობაში Kennedy Prayers. ამ შემთხვევაში გამარჯვებულია ვიბრძანდით საშთან გთხოვთ უბრალოდ ყოველისა დიდი მადლობა ბიჭებს ასეთ სანახაობისთვის გთხოვთ აპლოდისმენტები ხოლო დამატებით დროში დამატებით მეორე რაუნდში გამარჯვებულია გიორგი ფოლოდიშვილი სპეციფიური არის, მაგრამ წესებზე მე ორივე სამივარ ინტერვიუში წესებში უნდა გაიგო. უბრალოდ საბა გამარჯობა ძალიან მაგრად დაიწყე ძალიან სანახაობრივი triangle attempt-ი იყო და ზოგადად ძირითად დროში სერიოზული საფრთხეები შეუქმნით ფოლადას შენ ზოგადად როგორი სიამოვნე დღევანდელი საღამოთი და როგორ მოგეწონა fight pitch-ში ჭიდაობა მე მგონი აქამდე არ გაქვს ხო ასეთ ტატამზე ნაჭიდავები მადლობა ყველას, მადლობა გამას პირველ რიგში. კაი იყო, კაი გამოსვლება იყო სასიამოვნო, ხოლმე ძალიან მაგარი ბიჭია. კაი ტექნიკები მქონდა მომზადებული, მაგრამ გაუძლო და წესები როგორც არის, დამატებითში მომიგო. ძალიან მაგარი ბიჭი არის ხოლმე. იმე ჩემპიონ მატერიალ არის და პატები იყო ჩემთვის. წლის ბოლო თავარ ივენტზე ხოლმე საერთოდ გაზიარება. ჩვენ ძალიან მოგვეწონა საბა, დიდი მადლობა ბიჭებს, გთხოვთ აპლოდისმენტები მათ. მეკი ფოლადას თავა. ფოლად ჩვენ გამაში შენს გამარჯვებებს უკვე მიჩვეულები ვართ. ცოტა გაგვამებიურე. გამა გრეპლინგშიც მიუხედავად საკმაოდ ძნელი სიტუაციებისა, ბოლო მაინც ისე დაატრიალე სიტუაცია, რომ გამარჯვება შენსკენ შემოტრიალდა სახით. თუმცა სხვა პირი უჩანდა. შენ რა სიტყვი ზოგადად როგორ მოგეწონა fight pitch-ში ჭიდაობა, გრეპლინგი როგორი გამოცდილება იყო შენთვის და დავი ზოგადად დაგვიხასიათე და გაგვიზიარე აზრები და ემოციები. მოგესალმებით ყველას, მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა გულშემატკივრობისთვის. სოზას მადლობა ჭიდაობა ჩვენი ჭიდაობისთვის. რა შეეხება ეხა ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება იმას. ვინ როგორი ჭიდაობა ის კარგად დაინახეთ. საღოლ სოზა მაგარი ბიჭია ვიცი და ეხას კი დაამტკიცა. ამდენი დასვენება არ შეიძლება. ხო, პირველ რიგში როგორც ყოველთვის მადლობა ღმერთის ნება არის ყველაფერი. მადლობა ჩემს გუნდს, ჩემპიონთა აკადემიას, ჩემს აყვარელ ხალხს და შენ კითხვას რაც შეეხება ძალიან მომეწონა. ყოველთვის მოხარული ვიქნები, აქტიური რო ვიყო, აქტიური დავრჩე. არ აქვს მნიშვნელობა ეს ბოქსი, გრეპლინგი, ყოველთვის. I mean, let's go. სოზას კიდევ ერთხელ მადლობა ჭიდაობისთვის. დიდი მადლობა ფოლადა, დიდი მადლობა სოზას, დიდი მადლობა დღევანდელ გუნდებს და ყველას, ვის დღეს ჩვენი საღამო დაამშვენეთ. მონაწილე იყავით, სილოცვლილი მაინც თუ შეიტანეთ, უღრმესი მადლობა ყველას. ოს! გასრულდა დღევანდელი გრეპლინგის საღამო. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. წელს 25-ში ქსნის ქუჩაზე დამკვიდრდა გამა, აქ ტარდება MMA, მუშტიკრივი და გრეპლინგი აბსოლუტურად ყოველ შაბათ-კვირას შეგიძლიათ მოხვიდეთ. მისიამოვნოთ სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებით. 26-ში კიდევ უფრო მეც გთავაზობთ, რომ გამა ორგანიზაცია, როგორც გრეპლინგის, ისე მუშტიკრივის, ისე MMA-ის კუთხით ძალიან მაგარი ბრძოლებით დაგიბრუნდებით. დღეს თეო მამუცაშვილი და გიორგი ბუჩუკური უძღვებოდით თქვენთვის გრეპლინგის ივენტს, ბედნიერ ახალწლებს გისურვებთ დროებით. ემშვიდობებით ბედნიერ ახალწლებს გისურვებთ.